26 ივნისს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტი გაიმართა. ასეთ სამიტებს ყოველთვის აქვს მნიშვნელობა. აქ ძალიან კარგად ჩანს ხოლმე, თუ როგორ გამოიყურება დღევანდელი ევროკავშირი, როგორია მისი პოლიტიკური მდგომარეობა და რამდენად არის სიტყვით ნათქვამი ერთსულოვნება და ერთიანობა საქმეში გამოხატული. საქმეში კი ყველაფერი უკუღმა მოხდა. ევროკავშირის ბოლო სამიტმა პრაქტიკულად უშედეგოდ ჩაიარა. ამის მიზეზი არის ის, რომ Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ გლობალური ომის პარტიის დაკვეთების შესრულებამ პოლიტიკურ-ეკონომიკური ბლოკი პრაქტიკულად უმოქმედო და ბუტაფორიულ კავშირად აქცია. ხმაური სამიტის მოსალოდნელ შედეგებზე ბევრი იყო, მაგრამ რეალურად აღმოჩნდა, რომ ვერც რუსეთის წინააღმდეგ მიიღეს სანქციების მე-18 პაკეტი, ვერც უკრაინასთან, როგორც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანასთან დაიწყეს მოლაპარაკებების პროცესი და ზემოდან ვერც მოლდოვასთან გაიხსნება ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები. სამაგიეროდ ბევრი იყო ზოგადი ლაპარაკი, პოლიტიკური განცხადებები, მუქარები რუსეთისთვის და პირობების დადება იმაზე, რომ ევროკავშირი უფრო გაძლიერდება და ყველა პრობლემას მოაგვარებს. ევროკავშირი მაშინ მოაგვარებს იმ პრობლემებს, რომლებსაც რეალურად მოაქვს უკუშედეგები, როცა Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ გლობალური ომის პარტიის საკითხს რეალურად დააყენებენ წევრი ქვეყნების ლიდერები და როდესაც გააკეთებენ არა იმას, თუ რას დაუკვეთავენ, არამედ საკუთარი ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესებით დაიწყებენ მოქმედებას და დღევანდელი ევროპისა და ევროკავშირის გამოწვევებს რეალურად შეაფასებენ. ეს გამოწვევებია არალეგალური მიგრაცია, არალეგალური მიგრაციით გამოწვეული დანაშაულის ზრდა. ასევე გამოწვევებია ტრადიციულ ღირებულებებთან ბრძოლა, თან სახელმწიფო და ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირების დონეზე. გამოწვევაა LGBT პროპაგანდა და იდეოლოგია. და ამ ყველა გამოწვევას ემატება ომი უკრაინაში თავისი შედეგებით. უამრავი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, იაფ რუსულ ენერგორესურსებზე უარი და ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების ეკონომიკების სტაგნაციის ზღვარზე მიყვანა. გამოწვევები კიდევ ბევრია. Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ გლობალური ომის პარტიის თანმიმდევრული მუშაობის შედეგად, დღეს ევროპა ყოფილ ევროპად არის ქცეული. ადამიანის უფლებების ევროპული სტანდარტი ბრიუსელის ბიუროკრატიის ორმაგმა სტანდარტებმა ჩაანაცვლა. სიტყვის, მედიისა და გამოხატვის თავისუფლება შეცვალა Deep State-ის მიერ მართულმა მედიის დიქტატმა. ევროპული კანონმდებლობა გამოიყენება არა ევროპული ინტერესებისთვის, არამედ ყველასა და ყველაფრისთვის, გარდა ევროპისა და ევროპელების ინტერესისა. სწორედ ამ გამოწვევების ერთობლიობა ვნახეთ ევროკავშირის ლიდერების ბოლო სამიტზე და არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ სამიტი პრაქტიკულად უშედეგოდ დასრულდა. დავიწყოთ იქიდან, რომ თურმე მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს უხსნიან. ეს ინფორმაცია ბევრმა, მათ შორის ქართველმა რადიკალებმა იმ წამსვე დაეჯერეს. მერერა რომ ინფორმაციის ავტორმა, რუმინეთის ახალმა ევროკრატმა პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს 4 ივლისს არ გაუხსნიან. ამას ქართველი რადიკალი ოპოზიციონერები და ფსევდოლიბერალი აქტივისტები ერთმანეთს აღარ ეტყვიან. სხვათა შორის ამ შესტომამ უკრაინელების გააკვირვა. აქამდე მოლდოვა და უკრაინა ერთ მოცემულობაში განიხილებოდა ხოლმე და ასეთი ინფორმაცია გაუგებარი იყო. არა უშავს ნიკუშორ დანი ჯერ ახალია და მალე ისწავლის ევროკრატების თამაშის წესებს. ევროკავშირის ლიდერებმა ვერ დაამტკიცეს სანქციების მე-18 პაკეტი და ვერ მიაღწიეს ერთიან განცხადებას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებისა და ფინანსური მხარდაჭერის შესახებ. აქ თავიანთი როლი სლოვაკეთისა და უნგრეთის ლიდერებმა ითამაშეს. საქმე ის არის, რომ სანქციების ახალი პაკეტი 20 მილიარდი ევროთი დააზარალებდა სლოვაკეთს, ვინაიდან რუსულ გაზზე უარის თქმა ეკონომიკას ძლიერ და უარყოფით დარტყმას მიაყენებდა. ამიტომაც რობერტ ფიცომ ახალი პაკეტის წინადადებას ვეტო დაადო. ის რომ სამაგიეროდ მე-18 პაკეტის მოქმედება გააგრძელა ევროკავშირმა, ბევრს არაფერს ცვლის, პირველ რიგში უკრაინისთვის. ამ სანქციების პაკეტებით არც ფრონტის ხაზზე იცვლება ვითარება, არც უკრაინას ეძლევა რაიმე განსაკუთრებული ეკონომიკური სარგებელი. სამაგიეროდ ევროპის ქვეყნების ეკონომიკა იღებს ზიანს და როგორც ვთქვით, წამყვანი ქვეყნების, მაგალითად გერმანიის ეკონომიკა სტაგნაციას განიცდის. Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ გლობალური ომის პარტიის მიზანიც ეს არის.
უკრაინის ომის გამოყენებით ევროპის ქვეყნებმა გაუთავებლად უნდა აასხან თავიანთი ფინანსები ომის მიმართულებით, ისე როგორც უძირო ქვევრში. შედეგად მათვე ექნებათ პრობლემები, სამაგიეროდ უფრო მარტივად სამართავები გახდებიან და უფრო მარტივად მიიღებენ ყველა იმ დაკვეთასა და დირექტივას, რომელიც Deep State-ისგან წამოვა. რაც შეეხება უკრაინის საკითხს, აქ ევროკავშირმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია სრულად არის Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ გლობალური ომის პარტიის მარიონეტი და საღაზრს ან მსჯელობას ადგილი არ აქვს. ევროკავშირის სამიტზე ლიდერებმა ვერ მიაღწიეს საერთო აზრს უკრაინასთან დაკავშირებით უნგრეთის ვეტოს გამო. უნგრეთმა ვეტო დაადო ერთიან განცხადებას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებისა და ფინანსური მხარდაჭერის შესახებ. ვიქტორ ორბანმა ისიც განაცხადა, რომ უნგრეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად მოსახლეობის 95%-მა ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების წინააღმდეგ მისცა ხმა. ორბანმა ისიც მკაფიოდ თქვა, რომ უკრაინის ევროკავშირში ან ნატოში გაწევრიანება არა ევროინტეგრაციას, არამედ ევროკავშირისთვის ომის ინტეგრაციას გამოიწვევდა. თითქოს ამაში რთული მისახვედრი არაფერია, მაგრამ ევროკავშირის სხვა ლიდერებმა უკრაინის საკითხთან მიმართებით უკვე მესამედ გამოიყენეს ეგრეთ წოდებული ევროკავშირი მინუს ორბანი ფორმატი. საერთო განცხადება 26-მა ქვეყანამ მიიღო. ასეთი რამ ადრეც გაუკეთებიათ. ანი ნადირაშვილის სიუჟეტში ნახავთ ევროკავშირის სამიტის ბუტაფორიული ერთიანობის რეალობას. შეიკრიბნენ იმისთვის, რომ კიდევ შეიკრიბონ. შეთანხმდნენ, რომ კიდევ შეთანხმდებიან. შეხვედრის დრო შემოდგომაზე ჩანიშნეს და ეს ჯერ ერთადერთია, რაზეც ყველა თანახმაა. ევროკავშირის სამიტი წელიწადში რამდენჯერმე იმართება, იმისთვის, რომ განსაზღვროს პოლიტიკური სტრატეგია, განიხილოს გეოპოლიტიკური საკითხები, გადაწყვიტოს რთული და პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხები, კოორდინაცია გაუწიოს მიღებულ გადაწყვეტილებებს. თუმცა ბოლო დროს არც გადაწყვეტილებების მიღება და კოორდინაცია საჭირო აღარ არის. შეხვედრიდან შეხვედრამდე ძველ გადაუწყვეტელ პრობლემებს ახალი თემები ემატება. ახლა მაგალითად უკრაინის ომს, ევროკავშირის გაფართოებას, უკონტროლო მიგრაციას, ახლო აღმოსავლეთში ომს, ახალი საკითხი ემატება. ევროკავშირი ცდილობს საკუთარი თავდაცვის ინდუსტრია გააძლიეროს, თუმცა ფინანსებზე ვერ თანხმდებიან. არანაირი სიახლე არ არის ძველ და სენსიტიურ საკითხებზე. მაგალითად, ადრე უკრაინას და მოლდოვას დიალოგი კი გაუხსნეს ზარზეიმით, მაგრამ მოლდოვასთან ამ უკვე გახსნილი დიალოგის დაწყებას ვერ ახერხებს. უკრაინის საკითხი ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. სამიტზე ფონ დერ ლაიენი მხოლოდ მორიგე ფრაზებით იფარგლება. გაღიმებული სახით აჩვენებს, როგორ უხარია უკრაინა თან რომ ომობს და თან რეფორმებს რომ ატარებს. რა რეფორმებს ოღონდ არ ან ვერ აკონკრეტებს. ვერც დროს აზუსტებს. წევრობის საკითხი ისევ გაურკვეველი რჩება. შესაბამისად, სამიტის ოფიციალურ კომუნიკეს ხელს არ აწერს. უნგრეთის პრემიერი ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების წინააღმდეგია. უნგრეთის გვერდისავლა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში შეუძლებელია, რადგან საბოლოო ჯამში ერთსულოვანი გადაწყვეტილებაა საჭირო. ვიქტორ ორბანის პოზიცია წევრი ქვეყნებისთვის სიურპრიზი არ არის. სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე ბუდაპეშტი ეროვნული რეფერენდუმის შედეგებს აქვეყნებს. აღმოჩნდება, რომ რეფერენდუმში მონაწილეთა 95% უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია. ორბანი სწორედ ამ არგუმენტს იყენებს, როცა კომუნიკეს ხელს არ აწერს. ამბობს, რომ მიზეზი ფუნდამენტური და სტრატეგიულია. მოგვიანებით ადასტურებს, რომ უკრაინის მხარდაჭერაზე საუბარი იყო, საბოლოო განცხადებაშიც უნდა დაფიქსირებულიყო, მაგრამ თავად ხელს არ აწერს. ჟურნალისტები მისგან ფაქტის დადასტურებას ცდილობენ, იმიტომ რომ ევროპული საბჭოს განცხადება არ მიუთითებს ქვეყანას, რომელიც ტექსტს ხელს არ აწერს. უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი 2022 წლიდან არის. გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2 წლის შემდეგ იწყება. პროცესს წლები სჭირდება. ეს თავიდანვე ითქვა. თუმცა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სამიტს უკრაინის წევრობისკენ მიმავალი გზის დაჩქარებისკენ მოუწოდებს. თუმცა უნგრეთი მის პოზიციას არ იზიარებს. და როგორც რეფერენდუმი აჩვენებს, აქ საქმე მხოლოდ პრემიერის პოზიციაში არ არის. უნგრელი ხალხიც წინააღმდეგია. მიზეზი ძალიან მარტივია. ევროკავშირის ქვეყნები თავად დგანან სერიოზული კრიზისის წინ. საინტერესო იქნებოდა, რა შედეგები დადგებოდა სხვა ქვეყნებში, მათ რომ რეფერენდუმის ჩატარება გაებედათ. მაგრამ ევროკრატები ხალხის აზრით არ ინტერესდებიან. რეფერენდუმს შეკითხვით მიესალმებით თუ არა ქვეყანაში მიგრანტებს. მართალია არ ატარებენ, მაგრამ ევროპელების პასუხი არჩევნების შედეგებში ჩანს. ისინი ხმას ძირითადად იმ პარტიებს აძლევენ, ვინც საზღვრების მიგრანტებისგან დაცვას პირდება. მათთვის ეს პრინციპული საკითხია, რადგანაც პირდაპირ უკავშირდება უსაფრთხოებას, კრიმინალის ზრდას და სოციალურ კრიზისს. პარიზსა თუ ბერლინში დღემდე კარგად ახსოვთ, როგორ დააწვათ თავის დროზე ახალი ქვეყნების მიღება.
თანაც ისეთების, რომლებიც ომში არ იყვნენ და არც მათი ეკონომიკა იყო ომისგან დანგრეული. უკრაინის ეკონომიკა კი აღარ არსებობს. ქვეყანა ნანგრევებიდან, თავიდან არის სასაწყობი. ამ ომმა ევროკავშირს ისედაც სერიოზული დარტყმა მიაყენა და ამ ფონზე ომისგან განადგურებული უკრაინის მოსულიერება ბრიუსელს ძალიან გაუჭირდება. მით უფრო ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საერთოდაც აცხადებს: ომი ევროპის საქმეა და ბრიუსელმა მიხედოსო. ვიქტორ ორბანი არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ Deep State-ის, იგივე გლობალური ომის პარტიის მარიონეტს არ წარმოადგენს. მას ხალხის ესმის და ხალხს უსმენს. ამიტომაც ჯერ კიდევ იანვარში ამბობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება დააზარალებს არა მხოლოდ უნგრეთს, არამედ საფრანგეთს და პოლონეთს. უნგრელი, პოლონელი და ფრანგი ფერმერები გაკოტრდებიან, თუ უკრაინას საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ ევროპის ეკონომიკას შეუერთდება. უკრაინის მსგავსად მოლდოვასთან დაკავშირებითაც მიდგომა იგივეა. აქაც ზეპირი განცხადებები კეთდება. მოლაპარაკებები გაუხსნეს, მაგრამ პირველი რაუნდი არა და არ იწყება. კიშინიოვი საერთოდაც აღარ არის მთავარ ფოკუსში. თემას მხოლოდ რუმინეთის პრეზიდენტი წამოწევს. ნიკუშორდანი არა მხოლოდ მხარდამჭერ განცხადებას აკეთებს, პირობას აცდებს. ივლისის დასაწყისში მოლაპარაკების პირველი ეტაპი დაიწყებაო. 4 ივლისს კიშინოვში გასამართი სამიტის ფარგლებში გაიხსნება პირველი კლასტერი, ფუნდამენტური ღირებულებები, მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციის მოლაპარაკებების პროცესში. დილით თქვა საღამოს გადათქვა. კულისებში როგორც ჩანს, ისეთი ხმაური ატყდა, რომ თავის განცხადებას შეცდომა უწოდა. ეს იყო შეცდომა, თუმცა შეხვედრა შედგება. მოლაპარაკების პირველი კლასტერი არ გაიხსნება. შეცდომა მომივიდაო და თემაც იხურება. სხვათა შორის მანამდე აღმოსავლეთით გაფართოების კარი იხურება და ეს ევროკავშირის სამიტამდე ნატო-სააგის სამიტმაც აჩვენა. მთავარ სამუშაო შეხვედრაზე ბუქარესტის სულისკვეთება აღარ იგრძნობა. შესაბამისად, არც ნატო იღებს ვალდებულებებს და არც ეს ქვეყნები დავალებებს. ოფიციალურ კომუნიკეში არც უკრაინა, არც მოლდოვა და არც საქართველო არ მოხვდება. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კესტუტის ბუდრისი ადასტურებს: უკრაინის გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას. ეს საკითხი ნამდვილად არ დგას ნატოს დღის წესრიგში და ჰააგაში მოწვევის მოლოდინი არ ყოფილა. ასეთი რამ უკრაინელებისგანაც არ გვსმენია. თუ ნატოს კარი დაიხურა და ევროკავშირის წევრი ვერ ხდება, მაშინ ჩნდება შეკითხვა, რისთვის იბრძვის უკრაინა. თუმცა ბრძოლა ბოლო უკრაინელამდე არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე Deep State-ის, ანუ გლობალური ომის პარტიის დღის წესრიგიდან ჯერ არ მოხსნილა. ახლა ისე ჩანს, თითქოს მთავარი მიზანი ეს არის. ამიტომაც იღებს უკრაინა დაუსრულებლად დაპირებებს, თუმცა კონკრეტიკის გარეშე. ევროკავშირი უკვე რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზეც ვერ თანხმდება. სანქციების მე-18 პაკეტი არ დამტკიცდა. ფაქტს ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ანტონიო კოშტა ადასტურებს. სანქციების მე-18 პაკეტზე მუშაობა გაგრძელდება. ის უკვე ბოლო ეტაპზეა. ევროკავშირის პრეზიდენტი ტრადიციულად ოპტიმიზმს ინარჩუნებს. ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ მუშაობა მიდის და ყველაფერი კარგად იქნება. თუმცა ახალი შეზღუდვების მიღების ვადებს ვერ ასახელებს. ახალი შეზღუდვების დაწესებას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აპროტესტებს. სანქციების პირობები მისთვის და არა მხოლოდ მისთვის, ევროპის ეკონომიკისთვის თვითმკვლელობის ტოლფასია. როიტერი წერს: სლოვაკეთი და უნგრეთი სანქციებს დაუპირისპირდნენ, რადგან ისინი არ ეთანხმებიან ევროკომისიის წინადადებას, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის ენერგორესურსების იმპორტის შეწყვეტას 2027 წლის ბოლომდე. სლოვაკეთის პრემიერი ჯერ კიდევ სამიტზე გამგზავრებამდე აცხადებს, რომ სანქციებს მხარს არ უჭერს, მიზეზს ფუნდამენტურს უწოდებს. ხვალ სლოვაკეთი არ მისცემს ხმას სანქციების მე-18 პაკეტს. ჩვენ ამას ერთი პაკეტის ნაწილად მივიჩნევთ, რუსული იმპორტის დასრულების გეგმასთან ერთად. და სანამ ფუნდამენტური საკითხები არ იქნება გადაჭრილი, ვერ მივიღებთ ახალ სანქციებს. ფუნდამენტურ საკითხებში ის სლოვაკეთის ენერგომატარებლებით მომარაგებას გულისხმობს. ამიტომაც უკვე ბრიუსელში ფონ დერ ლაიენს ხვდება და შეზღუდვებზე თანხმობის ნაცვლად გაზის მიწოდების ალტერნატიულ გზებს ითხოვს. ბრიუსელში მისი პოზიციები არ მოსწონთ. კულისებში პრორუსადაც კი მოიხსენიებენ. თუმცა ფიცო, როგორც გამოცდილი ადამიანი და პოლიტიკოსი, უპირატესობას პრაგმატულ პოლიტიკას ანიჭებს. ის ხედავს, როგორ ჩამოექცა ეკონომიკა გერმანიას. რუსულ გაზზე უარის თქმის შემდეგ ავტომრეწველობა თითქმის გაჩერდა. გერმანელები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და ქვეყანა უკვე პოლიტიკურ კრიზისში შევიდა. ასე რომ სანქციები მართლაც იქცა გერმანიის, საფრანგეთის და სხვა ქვეყნებისთვის ყულფად. ამ ყულფში თავის გაყოფა სლოვაკეთს აღარ სურს. ის ვალდებულია ქვეყნის ენერგეტიკული და ფინანსური სისტემის მდგომარეობაზე იზრუნოს. ის პრობლემას აფიქსირებს. საპასუხოდ კი მხოლოდ დაპირებებს იღებს. მაგრამ ახლა არც ევროკომისიის პრეზიდენტის სიტყვას აქვს ფასი. ახალი შეზღუდვები ფონ დერ ლაიენის ნახელავია. მე-18 პაკეტს მან
მკაცრი ნაკრები უწოდა. აქ საუბარია როგორც ენერგოსისტემაზე, ისე საბანკო სფეროზე. რუსეთსა და გერმანიას შორის დამაკავშირებელი ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენის ბლოკირება. დიდი შვიდეულის ქვეყნებისთვის რუსული ნედლი ნავთობის ბარელზე ზღურის $60-დან $45 დაწევა. რუსული ნედლი ნავთობისგან დამზადებული ნავთობპროდუქტების იმპორტის აკრძალვა. საერთაშორისო SWIFT საბანკო სისტემიდან კიდევ 22 რუსული ბანკის გათიშვა. 2.5 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების ევროპული საქონლისა და ტექნოლოგიების რუსეთში ექსპორტის აკრძალვა და ასე შემდეგ. სამიტი ჩატარდა, მაგრამ დასრულდა არაფრით. არც ერთი გადაწყვეტილება და არც ერთი შეთანხმებული პოზიცია. ეს კარგად აჩვენებს, როგორ კრიზისში ჩაიძირა ბრიუსელი. არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე Deep State-ის, ანუ გლობალური ომის პარტიის მარიონეტ ევროკრატიას გამოწვევებთან გამკლავება აღარ შეუძლია. ის უკვე მხოლოდ საკუთარ უძლურებას და უუნარობას დემონსტრირებს. Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ გლობალური ომის პარტიის დაკვეთების შესრულება კომიკურ მდგომარეობამდე მიიყვანა ევროკავშირი და მისი სტრუქტურები. იმდენად კომიკურია ყველაფერი, რომ ევროკავშირს არა კონსენსუსით, არამედ საწინააღმდეგო ხმების გაჩუმებითა და ხელის გადაგრეხვით უწევს საერთო განცხადების მიღება. არადა ევროკავშირი და წევრი ქვეყნები ხელის გადაგრეხვით პოლიტიკის კეთების პრინციპებზე არ შექმნილა. სადაც ხელის გადაგრეხვა არ გამოდის, იქ უკვე ურჩი ქვეყნების დემონიზაცია იწყება. ასეთები დღეს უნგრეთისა და სლოვაკეთის ლიდერები არიან. ჯერჯერობით ევროკავშირი ჯერ კიდევ იტანს ასეთ მდგომარეობას, მაგრამ როდემდე იქნება ევროკავშირი ასე ბუტაფორიულად ერთიანი? მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე უყურეთ ევროკრატიას.